მასალა საქართველოს ისტორიული მუზეუმის საწყობებში ინახება და ბრილის განძის სახელითაა ცნობილი. თუმცა გერმანე-გობეჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ ექსპედიციის მასალები არ გამოქვეყნებულა. მხოლოდ ცოტა ხნის წინ იმ ძველი ექსპედიციის ფაქტიურად ერთადერთი დარჩენილი წევრის, ბატონ მალხაზ ბარამიძის მონაყოლიდან სენსაციური ფაქტები გახდა ჩვენთვის ცნობილი. საოცარია, რომ ბრილის სამაროვანზე ეს აშკარა არის, ფიქსირდება ძალიან დიდი რაოდენობით, ესეც ფაქტია, ეგვიპტური ნაკეთობანი. ძალიან დიდი რაოდენობით არის ლურჯი მინის ზედაპირ გოფრირებული, ეგრეთ წოდებული ნავკრატისული მძივები. ფაქტია, რომ ეს არის ეგვიპტური და სხვაგან ამას არ აწარმოებდნენ არც ფორმით და არც თვითონ დამუშავების ტექნიკა როცა კობალტია გამოყენებული მის დამუშავებაში. აშკარა არის. სხვაგან საქართველოს ტერიტორიაზე მე ეს ეგვიპტური მძივები არ მეგულება არც დაბლობში და არც მთის ზოლში სხვათა შორის. რა მასშტაბით არის ეს მძივები, აი უბრალოდ ერთ პატარა ფაქტს მოვიყვან. 61 წელს ჩვენს მიერ გათხრილი ნომერ მე-6 სამარხი იყო. იმაში აღმოჩნდა ძალიან დიდი რაოდენობით და ეს ჩვეულებრივი იყო სხვა სამარხეული კომპლექსებისთვის. ავწონეთ, იყო 12 კილოგრამი ერთ სამარხში და აი ესეთი კილოგრამობით მძივები აღმოჩნდა ბრილის სამარხებში. ბრილის ზოგიერთ სამარხში, კერძოდ 4 სამარხში მძივებთან ერთად აღმოჩნდა ეგვიპტური სკარაბეები, რომლებზედაც არის ეგვიპტური იეროგლიფები გამოხატული. ჩვენთვის ცნობილია, რომ ეგვიპტეში ფუნაგორიები, სკარაბეები ზის სიმბოლოსთან იყო დაკავშირებული. როგორც ჩანს, საქართველოში ზუსტად ესეთივე ახმა ჰქონდათ აი ამ ნივთების. უხსოვარი დროიდან სკარაბეი ეგვიპტის უძველესი ღმერთის სკარაბეის თავიანი ღვთაება ხეპერას, იგივე ამომავალი მზის სიმბოლოს გამოხატულება იყო. ფიგურების შიდა მხარეზე აკეთებდნენ წმინდა სიმბოლოებს და აღორძინების საიდუმლოსთან დაკავშირებულ იეროგლიფებს. ეს ბრილში აღმოჩენილი სკარაბეებია. ეს კი ფარაონ სესოტრისის სკარაბეია. ასევე საინტერესოა, რომ მომდევნო მე-13 დინასტიის ფარაონ სებეხოტეპის სკარაბეიზე გამოსახული ფიგურა გავს ბრილში აღმოჩენილ ერთ-ერთ სკარაბეის ფიგურას. მივაკვლიე მე-14 საუკუნის ერთი პაპირუსია, რომელშიც მოხსენებული არის, რომ ეგვიპტეში სპილენძი არ არის, შემოაქვთ მადანი სირიიდან, შემოაქვთ მადანი აპენინებიდან და მესამე პუნქტი დასახელებული არის ძალიან უცნობი, რომელიც მოხსენებულია ესეთი ფორმით, რეჩენა. ბუნებრივია ყველა ადამიანს გაუჩნდება ეს რომ აი რეჩენა ხომ არ არის რაჭასთან რაღაც კავშირში. მაგრამ აქ ერთი ნო არის. თვითონ რაჭა, როგორც ტოპონიმი, ასეთი ფორმით რაჭი ძალიან გვიანდელი შექმნია. ბატონი მალხაზი ლაპარაკობს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-14 საუკუნის პაპირუსზე. პირველად კი რეჩენა როგორც ქვეყანა მოხსენიებულია ისევ და ისევ სესოტრისის ლაშქრობებთან დაკავშირებით. შემორჩენილია მეფის პირადი დაცვის უფროსის ხუსებეკის წარწერა, რომელიც მოგვითხრობს ეგვიპტელების დიდ წინააზიურ ლაშქრობაზე. ლაშქრობის დროს ეგვიპტის არმია შეიჭრა ქვეყანა რეჩენაში და აიღო ქალაქი საკმემი. ამ დროს ხომ არ დაამარცხა კოლხეთის მეფე საულაკმა სესოტრისი და ხელში ჩაიგდო ის ნადავლი, რომელიც სესოტრისმა სკვითების ქვეყანაში მოიპოვა. ამაზე ხუსებეკი დუმს. კიდევ ერთ საინტერესო პარალელს მოვიყვანთ. ეგვიპტეში მზის კულტის მთავარი ცენტრი იყო ქალაქი ჰელიოპოლისი, მზის ქალაქი, ეგვიპტურად ონი. მოგეხსენებათ, ონი რაჭაშიც მდებარეობს და ბრილის აღმოჩენები უკვე გვაფიქრებინებს სხვა თვალით შევხედოთ მის ეტიმოლოგიას. აღსანიშნავია, რომ ონის მახლობლად რიონის ერთ-ერთ შენაკადს ხაკაურა ეწოდება, რაც სესოტრისის ეგვიპტურ სახელს ზუსტად იმეორებს. ეგვიპტური და ქართველური სამყაროს კავშირებს კიდევ უფრო ამყარებს ვიაჩესლავ ივანოვი,
ცნობილი ლინგვისტი, აკადემიკოსი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. ძველ ეგვიპტურის და პროტოქართველური ენების შედარებითი ლინგვისტური ანალიზის საფუძველზე იგი მივიდა დასკვნამდე, რომ ორი უმთავრესი ეგვიპტური ღმერთი, რომელიც ეგვიპტეში უცხოდ ითვლებოდა, არის ქართველური სამყაროდან შესული. ესენი არიან თოთი და ოსირისი. თოთი ითვლებოდა უცხო ქვეყნის მბრძანებლად და მთელი ეგვიპტის ინტელექტუალური ცხოვრების შემქმნელად. ის მართავდა დროს, შექმნა დამწერლობა და ანგარიში. თოთის ასტრონომიული სახეა მთვარე. მეორე არაეგვიპტური ღმერთია ოსირისი, ისიდას მეუღლე, რომელმაც ეგვიპტეში მეფობისას ადამიანები გადააჩვია ველურ ცხოვრებას და კაციჭამიობას. ასწავლა ღვთისმსახურება, ვენახის გაშენება, პურის გამოწყობა, ლუდისა და ღვინის დაყენება, ასევე სპილენძისა და ოქროს მოპოვება და დამუშავება. მან ასწავლა ადამიანებს მკურნალობა, ქალაქების შენება და დაუწესა ღმერთების თაყვანისცემა. ოსირისის გამოხატულებაც ასე ორიონის თანავარსკვლავედია. როგორც ივანოვი ვარაუდობს, ძველი წელთაღრიცხვის მე-4000 წლებში ეგვიპტეში მოვიდნენ პროტოქართველები და თან მოიტანეს კულტურისა და სახელმწიფოებრიობის საფუძვლები. ოსირისის ისტორია შინაარსობრივ მსგავსებას ამჟღავნებს ამირანის მითთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამირანის მამას რაჭულ ვერსიაში სირა ჰქვია. სახელი სირა აქამდე გაურკვეველი შინაარსის ცნებას წარმოადგენდა. ჩვენ კი იგი შეგვიძლია დაუკავშიროთ ძველ ეგვიპტურ სირს, რომელიც ორიონის სახელია. შეიძლება დაუჯერებლად მოგვეჩვენოს, მაგრამ ორიონის, თოთის და ეგვიპტის თემას დამამტკიცებელი არგუმენტი მოეძებნება ხევსურეთში. ხევსურთა სულეთის ღმერთის საოცარ მსგავსებას ამჟღავნებს ღვთაება თოთთან. ხევსურთა მთავარი სალოცავის გუდანის ჯვარში კი დევს ქვა, რომელზეც ასეთი რამ არის გამოსახული. ხელი აქ ღვთაებრივ ნებას აღნიშნავს. ოთხკუთხედში დიაგონალურად ჩახატული ჯვარი პირამიდაა ზემოდან. შუაში ადამიანის ფიგურა კი ორიონის თანავარსკვლავედია. მაინც რატომ ანიჭებდნენ ძველ სამყაროში ორიონს ასეთ დიდ მნიშვნელობას? ასტრონომებმა დაადგინეს, რომ მხოლოდ ორიონის თანავარსკვლავედზე დაკვირვებით შეიძლება დედამიწის პრეცესიის გამოთვლა, რომლის სრული ციკლი 25920 წელია. როგორც ირკვევა, პრეცესიის შესახებ იცოდნენ შუმერებმაც და ეგვიპტელებმაც, მაგრამ არავინ იცის საიდან. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წარღვნამდე არსებობდა უძველესი განვითარებული ცივილიზაცია, რომელთა გადარჩენილმა ქურუმებმა ხვამლის მთას შეაფარეს თავი და აქვე საიდუმლოდ ინახავდნენ ცოდნას, რომელიც მათ ღმერთებმა დაუტოვეს. ამ ცოდნას ემყარებოდა შუმერების და ეგვიპტელების უდიდესი ცივილიზაციებიც. აქედან წაიღეს არგონავტებმა ოქროს საწმისი და სათავე დაუდეს ახალ ბერძნულ ცივილიზაციას. აქ გაზარდა ზევსი კავკასმა და აქვეა მიჯაჭვული პრომეთე, რომელმაც ადამიანებს მოუტანა ცოდნის ღვთაებრივი ცეცხლი. ო პრომეთე, შენი ტანჯვის გამოტირია ნამორძალები, რომელთა ცხენის ფლოქვებით ქერავენ კოლხეთის ველებს. ტირიან ჩრდილოეთის ტრამალებში მცხოვრები ველურის კვითები, გმინავე ნარიელები, არესის შვილები, კავკასიის კლდეში გამოკვეთილი ქალაქიდან მათი შუბების შხრიალი ისმის. ღმერთთან ბრძოლის გამო ამირანი კავკასიის ქედზე გამოქვაბულშია მიჯაჭვული. მის ღვიძლს მუდმივად ძიძგნის არწივი, ხოლო ერთგული ძაღლი ჩაჭვს ლუკავს და ცდილობს გალიოს იგი. მაგრამ ყოველწლიურად ვნების ხუთშაბათს ღმერთის მიერ მიჩენილი მჭედლები ანახლებენ ჯაჭვს. ძველი გადმოცემით 7 წელიწადში ერთხელ გამოქვაბული იხსნება და ამირანის დანახვა შეიძლება.